მოგესალმებით. დიახ, ჩვენ ვაგრძელებთ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური კორუფციის შესწავლას და გამოვლენას. ეს რას ნიშნავს, ხო? ეს არის დიახ. რეალურად ელიტური კორუფციის გამოვლინება, როდესაც ყველაზე მაღალ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირები სახელმწიფო რესურსებს რეალურად მიმართავენ არა ხალხის და ქვეყნის სასიკეთოდ, რაც კანონით არის განსაზღვრული, არამედ მათ პირად ჯიბეებში, მოდი ასე ვთქვათ. ეს ჯიბე იქნება, ვთქვათ, ოჯახის წევრის ჯიბე, ხო, ვთქვათ, მათი ბიზნეს პარტნიორების ან კომპანიების ჯიბეები, ეს უკვე ტექნიკური საკითხია. თუმცა სისტემა ძალიან ფართოდ და შეუზღუდავად მუშაობს. ეხლა ჩვენაც ნახეთ, არის ასეთი რამ, რომ მხოლოდ სექტემბრის თვე ავიღეთ ქართული ოცნების როგორც პარტიის შემომწირველების ვინაობა და ჩავხედეთ ვინ არიან ეს კომპანიები, ადამიანები, იმიტომ რომ კომპანიების შემოწირულობები აიქცავა. ამ ადამიანებში გამოიკვეთა მაგალითად სამშენებლო კომპანიები და ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ 8 ასეთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც შემდეგ რომ შევხედეთ რა სარგებელი აქვს მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნახეთ რომ ამ 8 კომპანიას 2015 წლიდან აქვს მიღებული 2.5 მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერები. ანუ სახელმწიფო კონტრაქტები, ხალხის ფული, ხო? ეს რაზე მიანიშნებს? ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ერთგვარ ლეგალიზებულ აკტთან, მოდი ასე ვთქვათ, როდესაც ესე იგი კომპანიები, პარტიასთან დაახლოებული კომპანიები და პირები იღებენ ხალხის ფულს. ძირითადად ეს ხდება კონკურენციის გარეშე და ამ დობისთვის, ასე ვთქვათ, მადლობას პარტიას ეუბნებიან ამ ეს ვთქვათ ჩარიცხული თანხების ფორმით. კი ბატონო, და ეს ჩანს საჯაროდ რაც ჩანს, ეს არის ანუ შემოწირულობების ნაწილში, ხო? და ეს თანხები ძალიან მსხვილია, თითოეული შემოწირველი, როგორც წესი, რაც მაქსიმალური ლიმიტია, ესე იგი შემოწირულობის იმდენს წირავს 60,000 ლარს. და ეს ყოველ წელს ხდება, ხო? ანუ ეს ერთგვარი მადლობის თქმა არის ამ კომპანიებისგან, რომ ისინი იღებენ ამ პრივილეგირებულ წოდომას ხალხის ფულთან, ხო? და შეიძლება დაისვას შემდეგ კითხვა, რომ რა მოხდა მერე, ხო, რა მოხდა, ხო, აშენდება, ვთქვათ, გზები, შენდება ხიდები და ასე შემდეგ. თუმცა ის მოხდა, რომ რეალურად ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის, თუ რა ხარისხით შენდება ეს ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ნახეთ ჩანგრეული ხიდები და უხარისხო გზები, ხო, და ასევე ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის სიცოცხლესაც კი ემუქრება საფრთხე, როდესაც ასეთი კორუფციული გზით ხდება კონტრაქტების დარიგება. ეს ერთი და მეორე ის რომ პოლიტიკური კორუფცია, სანდრო, ამის მტკიცება, ანუ რა შეიძლება ასევე, ეს ვთქვათ, არგუმენტად მოვიყვანოთ, რადგან, როდესაც შემომწირველებზე უსვამენ ხოლმე პოლიტიკურ ლიდერებს კითხვას, მათი პასუხი არის დაახლოებით ჩარჩო პასუხი, ასეთი რომ რა გიკვირთ, ბიზნესი კარგად გძნობს თავს ქართული ოცნების ხელში, ისინი თავისუფლები არიან და აბა სხვა რომელ პარტიას შესწირავენ თუ არა ქართულ ოცნებას, დაახლოებით ასეთი პასუხი მოგვისმენია დრო და დრო მათგან. კი, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არ ჭრის კორუფციის პრობლემას. მოხდებით, ეს სხვა საკითხია, ეს არის როგორ მოვაწყოთ პოლიტიკური შემოწირულობა, როგორ დავაფინანსოთ პარტიები, ანუ პარტიების დაფინანსების სქემა როგორ იყოს ქვეყანაში. ეს დიდი თემაა და ეს მნიშვნელოვანი თემაა სამომავლოდ, თუ ოდესმე ჩვენ დავუბრუნდებით მართლა ესეთი პრობლემების მოგვარების დემოკრატიულ გზას, ხო? როდესაც არის სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა, ესე იგი, იდეები, სხვა ქვეყნის მაგალითები და პოლიტიკა იქნება პარლამენტში და შემდეგ პარლამენტში გადაწყდება, ხო, რა არის უკეთესი, რომ ვთქვათ, ერთმა პარტიამ არ წაიღოს მთელი, ესე იგი, დაფინანსება, ხო? თუმცა ამ შემთხვევაში ეს სამომავლო კითხვებია, რადგან დღის მდგომარეობით ფაქტის სახეზეა,
ჩვენ გვაქვს ესე იგი ის სისტემა, რომელიც ახლა მუშაობს, არის კორუფციული შინაარსის, ხო? მოდი ასე ვთქვათ. და მართველი პარტია იმის თუ მაგალითად კიდე ისმის ხოლმე კითხვა, რომ კორუფციას ვებრძვით. კითხვა კი არა, ამბობს მართველი პარტია, რომ კორუფციას კი ბატონო, კორუფციასთან ბრძოლის რაღაც სეზონი აქვს ეხლა ხელისუფლებას. კორუფციას თუ ებრძვიან, მაშინ აი ეს უნდა ქნა პირველ რიგში. ხო? ანუ ეს კორუფციის უდიდესი რისკი, რაც არის, რომ ესე იგი კორუფციული გზით ხდება ხალხის ფულის დარიგება, მოდი ასე ვთქვათ, კონტრაქტების სახით და შემდეგ ეს უხარისხოდ სრულდება. აი ეს უნდა მოაგვაროთ. ამ სისტემის მოგვარებაზე ჩვენ არაფერი გაგვიგია და პირიქით, ხო, ჩვენ ყოველ მუდმივად ვაკვირდებით ამ სისტემას და როგორც ახლა სექტემბერის თვე ვნახეთ, წინა თვეებიც შედეგების მრავლად არის ჩვენს ვებგვერდზე და სულ მსგავსი სიტუაცია. ამიტომ ეს პრობლემა არსად არ მიდის და ხო, ანუ არავინ რეალურად თქვათ კორუფციის შემცირებაზე არავინ არ ზრუნავს, ხო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ტიპის გამოძიებები არის, რომელიც ვიცით, რომ რეალურად შიდა ესე იგი ბრძოლას კანებს შორის ამ მიზანს ემსახურება. კი ბატონო, ძირითადად სამშენებლო კომპანიები, სხვა ვინ და ასევე საინტერესოა სხვათა შორის სამშენებლო კომპანიებისთვისაც ახლა მნიშვნელოვანია ყველაზე ეს ვთქვათ ყველაზე აქტიური დარგია ქვეყანაში და თან ეს ახალი ინვესტიციების ფონზე მართალია ის ვთქვათ აი იმ კონტრაქტის პირობებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ რაღაც მშენებლობის მორიგი ბუმი იქნება, მოკლედ სამშენებლო კომპანიებს სჭირდებათ აი ეს კეთილგანწყობილი ველი ყველაზე მეტად. ეს ამასაც ნიშნავს თუ არა? იცით რა არის, სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს იმის ტრადიცია, რომ ესე იგი კერძო სექტორი, ბიზნესი, რაიმე ტიპის ვთქვათ წინააღმდეგობაში შედიოდეს რომელიმე მმართველ პარტიასთან. ხო, როგორც წესი ქართული ბიზნესი არ გამოირჩევა ვთქვათ რაღაც ძალიან გამოხატული კეთილსინდისიერებით, ხო? და ისინი როგორც წესი მარტივად არიან, ესე იგი მარტივად არიან ამ სქემებში ჩართულები, ხო? ეს სამწუხარო რეალობა არის. აქ მე ვიტყოდი, რომ ბიზნეს ესე იგი წრეებში ვთქვათ ბიზნეს წრეების პასუხისმგებლობაზე თავად ბიზნესმენებმა ისაუბრონ და მოდით ანუ თვითონ ეცადონ, რომ ეს გამოასწორონ, ხო, რაღაცნაირად ცოტა გამოიჩინონ კეთილსინდისიერება. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მთავრობას, რადგან ის განკარგავს ჩვენ ფულს, ხო? მისი პასუხისმგებლობა არის, რომ კორუფცია შეამციროს და ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად კორუფცია გახდა განსაკუთრებით ბოლო წლები სისტემური შინაარსის და ხასიათის. თქვენ თქვით, რომ სამშენებლო სექტორი არის, ვთქვათ, ესეთი სფერო, სადაც ბევრი ფული ტრიალებს და ეს მართალია. აქ აქტიურიც არის ახლა. რა თქმა უნდა, კი ბატონო, და იქ დიდი ფული ტრიალებს და ეს ინტერესები, რა თქმა უნდა, არის იქ. თუმცა კორუფციას გაცილებით ფართო ფორმა აქვს და სისტემური ხასიათი, ხო? ჩვენ მხოლოდ ამ პოლიტიკურ კორუფციას არ ვაკვირდებით, ჩვენ ზოგადად ვსწავლობთ კორუფციას საქართველოში და მაგალითად ბოლო რამდენიმე წელში ჩვენ შევისწავლეთ დაახლოებით 270 ელიტური კორუფციის შემთხვევა, რაც დაფიქსირდა ქვეყანაში, რაც გასაჯაროა, მოდი ასე ვთქვათ. და აქ არის საუბარი რაზე? აქ მხოლოდ მშენებლობებზე არ არის, აქ საუბარი არის ესე იგი, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ აღვირახსნილ ნეპოტიზმზე, მაგალითად, რაც ასევე პირდაპირ ხალხის ფულის ფლანგვაა. აქ არის საუბარი, ესე იგი, უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების დაგროვებაზე, ხო? აქ არის საუბარი, უკანონო მშენებლობებზე და ასევე სამშენებლო ნებართვების კორუფციული გზით მიღებაზე. აქ არის საუბარი ბუნებრივი რესურსების მითვისებაზე, კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ, ასევე კორუფციული გზით.
აქ არის საუბარი კორუფციაზე პრივატიზაციაში, როდესაც სახელმწიფო ქონება, ხალხის ქონება, უძრავი ქონება ასევე მიედინება, ესე იგი კორუფციული გზით თანამდებობის პირებთან დაახლოებულ კომპანიებში და ადამიანებში და ასე შემდეგ ძალიან დიდი მრავალი შინაარსის სქემებია ჩვენ რაც დავაიდენტიფიცირეთ. და თან საინტერესო ის არის, რომ ის გამოძიებები, რომლებსაც ახლა ქართული ოცნება აწარმოებს, ისინი თავად ამბობენ უკვე რა ტიპის სქემებია. ერთი რომ ისინი ადასტურებენ ყველა აი ამ სქემას, რაც მე ჩამოვთვალე. თუმცა ისინი უფრო მეტ სინათლეს ფენენ თავისივე კორუფციაზე, ხო, მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჯულაძის შემთხვევა, როდესაც იქ იყო ფიგურანტი ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც თქვა, რომ 10% იყო ათგადიო. ანუ ისინი უკვე ისეთ კონკრეტიკა შემოაქვთ ასევე თავისივე სქემაში და მაგალითად აი ისე დღევანდელ კვლევას რო დაუბრუნდეთ, ჩვენ ის თქვათ ლეგალიზებულ ათგადიო ახსენე, ხო, ანუ ოფიციალური შემოწირულობა, რომელსაც პარტია იღებს. ეს არის რაც ჩანს. იმიტომ რომ ეს ბაზა ღიაა. თუმცა რაც არ ჩანს, ანუ ნამდვილი ათგადი, ხო, რაც რა თქმა უნდა დახურულია, იმიტომ რომ კორუფციულია ეს. ის არ ჩანს და ამ ერთი შემთხვევიდან რაც თავად ოცნებამ ესე იგი გაასაჯაროა, ეს საუბარი იყო 10%-ზე. და ეს ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს 10%, 5-10% ეს მსოფლიო სტანდარტია, მოდი ასე ვთქვათ, კორუმპირებული კორუფციონერებისა, რომ 5-10%-ამდე ითხოვენ ხოლმე ათგადს. ანუ ამ ნაწილშიც ქართული ოცნება მსოფლიო კორუფციულ სტანდარტს აკმაყოფილებს. კი ბატონო, მადლობა. მადლობა სანდრო ქევხიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი.